წავალიქით ოთახში. დღე მშვიდობის კი არა და საღამო მშვიდობის ხალხნო მოიცადეთ. ავანთო შუქი მიდი არ გავანათებ. გამარჯობათ. ჩემი ატაკი. რა მაგარია. მოწმინდე კიდეც დალაგებულ ოთახში დავდივა. მარტო კან გააკეთა ლაშამეს. ნახეთ ლამაზი. ძალიან მომწონს. თითქმის იგივე ფერია რაც იქ. უბრალოდ აქ ხის ფაქტურა აქვს. ფიცრის. იქ პარკეტის. პლინტუსი ვიღა დარჩა და მაგასაც ხვალ გააკეთებს და დამთავრებული იქნება ოფიციალურად ჩვენი ოთახი. პირველი სტუმარი. ძალიან კაია. ეხლა აქედან ჩავწერდი ვიდეოს, მაგრამ არაფერი რო არ დგა, აქვს ეკო. ეკო აქვს. ეკო და ძალიან ცუდად ისმის ხმა. 9 საათი ხდება. აქ დავდო და მე აქ დავჭდები. სტუმრები მყავდნენ საღამო ხანს. აუ ნინო, ჩემი ტელეფონში ერთებულია იქა. თუ ისედევ. არა, ხო გამოვაძრა. ჩემი მაზლი იყო, ჩემი მამამთილი, დამიანე მყავდა. ნახე მოვიკითხე, ბავში ძალიან საყვარელი და დრუნჩა იყო, ვერ გადავიღე ვერაფერი სურათი ვერ გადავიღე რა ვიცი. ძალიან საყვარელი გამხდა, რამდენი ხანი არ მინახია. მე გამხდარიდე? ხო და ისინიც რო გავაცილე, მე დავდექი და სულ ყველაფერი დავალაგე, გამოწმენდით და რამე. დღეს მინდოდა ცოტა ადრე ჩამეწერა ვიდეო, მაგრამ რა ვერ ჩავწერე. შუადღით რო ლაშა ლამინაც აგებდა, მე რო დაბლა მოვჩი საქმეს და ამოვედი, ისე მაგრამ ეძინებოდა რა იყოს. ხო და მით უმეტეს ხო დილას რო გავიღვიდე და რო გადავთვალე 12 საათი მეძინა წუხენ. კარგა გებრიელად. ავდექი და 15-20 წუთი ამომქრა. მერე ავდექი და დავიწყე გაუთვება, გავაუთვე იოანეს საროჭკები და სვიტრები, რაც ვიყიდე ყველა გამომზადე, დაუკიდე და ვანახე მეთქი აქ არის და არ წახვიდე უპატრონო ბავშვი ვითარსო. ხო და მერე აი ვაუთოვებდი კიდე რომ მერე მოვიდნენ ლილოდან და გამოვიდი მოკლედ. ხო და ეხა მინდოდა რომ თან დამეუთოვებინა ისე. და სერიალისტვის მეყურება გუში დავამთავრე შერეფის სიზმარის ბოლო სერიები, რაც წინა კვირას უნდა მენახა და გადავიდა, ვერ ვნახე ის სერიები, რაც გამოვიდა და გუშინ ვუყურე და ეხლა ვფიქრობდი, რომ ეხლა მეთქი როდის გამოვა ის ახალი სერია და დღეს გამოვიდა. ანუ მე ის ვერ მოვტვინე, რომ ის სერიები ერთი კვირის გამოსული იყო, უბრალოდ მე ვახერხე, რომ ვეყურებინა და ხო და ესა ერთი სერია მაქვს საყურებელი და თან დავაუთოვებ თქო. თუ არა და ხვალეთში წინ არ არის მთელი დღე. აი ასე. ხო და ვერ ჩავწერე რა ვიდეო. მე ვფიქრობდი, აქ ხო აკაკუნებდა რაღაც აბრახუნებდა ლაშა რა და მე პერიოდულად დაბლა ხერხი ჰქონდა ჩართული და იქ იმაშვებოდა და მოკლედ ვერსად ვერ დაჯდებოდი. ხმაური იყო. ხო და ახლა მაქვს შანსი რომ ჩავწერო ვიდეო. ხო და უნდა ჩავწერო ამ ვიდეოს ერქმევა სხვათა შორისო ვიდეო. სხვათა შორის მოკლედ არ ვიცი რა ერქმევა. მაგრამ დღეს მინდა ამ ხალხს გავცე პასუხი, რომლებიც ყველა ვარიანტში მიყურებენ, რომლებთან ასე თუ ისე შეხება მაქვს, მაგრამ როგორც კი მოტრიალდები, მაინც რო სხვას აფიქრობენ. გამარჯობათ. პირადად თქვენ მოგესალმებით ეხლა. რომელიც ამ ხალხს ძალიან აინტერესებს სამსახურიდან რატო წამოვედი. მიუხედავთ იმისა, რომ ყველა მიცით რატო წამოველი. მაგრამ მაინც
აი, ფეხი არა ისა რა. ხო და მინდა რომ ესეთი ვიდეო ჩავწერო ახლა. იცი როგორი რო დუდუნ და ყველა ვარიანტში იცია რომ ეს დუდუნი ჩემამდე მოვა. ადაკიდან კითხეში კაი ადამიანო პირდაპირ გქონდა შეხება გნახე რავი დღეს ხვალ გუშინ იმის წინ ხო გნახე მარა ჩემოსიძე რაღაცა და რაღაც არ გინდა თოღონდაც რა ხო და რადგან ვერ შემომკადრე და ვერ შემომბედე ნამდვილი მიზეზის გაგება რა ვიცი გინდა წინა ვიდეოები ნახე კარგად და გეტყვი კაც რა პრობლემა ფეხი არა ისა სხვა სამსახური რო ნახა მაგიტო მოკლედ ჯერ ის ერთი არაფერს არ აქვს მე ხო იცით ესე ძვირფასად ვიყვარს ხო პასუხის გაცემა და დავიწყო როდესაც ადამიანი სამსახურს იწყებ ისეთ სამსახურს სადაც ხელბოწერა თუ ხელშეკრულებას ხელს არ აწერო თქვენ უნდა შეგაკვდეთო ნებისმიერ წამს შეგიძლია წამოსვლა. ხო არის? არის. მე რომელი ტოპ მოდელი ვარ ან რამე ის რომ ხელშეკრულები თუ არ გავა 10 წელი ვერ დავამთავრე. ხო. ჯერ ერთი. აი ელემენტარული აი ორ შაბათს რო ნინოსთან გავიდე და სამ შაბათს მე თუნდაც აღარ მინდოდეს წამოვიდე. თუნდაც უკეთესი პირობები ვნახო და წამოვიდე. ანუ ნინოს უნდა აუხსნა იცი რა ესე და გამიშვე ფანტა. მორჩ ვეღარ მუშაობ, მივდივარ სხვაგან. სიტყვაზე ვამბობ ნინოს, იმიტომ რომ ნინოზე რო წაღმოვკუმო ვილაპარაკო, მაგის უფლება მე მაქვს. ხო და ესე სადაც ვიწყებ მუშაობას რა, მოკლედ ცვეთში იქნება ნინო ეხლა. მაგალითისთვის. ხო აი რატო უნდა აუხსნა, ან რატო უნდა მოვატყუო? ჯერეგე აუხსნა ადამიანობის იმაზე, აი თუნდაც პირობები ნახო, თუნდაც всё აღარ გინდა მუშაობ, დამთავრდა, აღარ გინდა მუშაობა, წამო. რატო უნდა აუხსნა რა მიზეზით? ან იმასთან. კიდევ ამბობ, როდესაც არ გაქვს ხელშეკრულება, ხო? ხო. მეორეც ის, რომ ანუ ფეხი არა ის. ზოგადად ძალიან ძნელია ხოლმე ადამიანს დაუჯერო რაღაცა როს ტკივა, რომ ან როდესაც შეხებაში ხარ ადამიანთან, გააქვს ურთიერთობა, ვერ დაუჯერებ, იმიტომ რომ ის არ კვდეს ის. ფეხი. არ შემიძლია. სულ რომ მოჭრილი დამქონებოდა იმ პერიოდში, როდესაც მე მუშაობდი და კაცი შვილმა არ იცოდა მე ხან ერთ ფეხზე რო ვიდექი, ხან ორ ფეხზე, ხან მიყუდებული რო ვიყავი. კაცი შვილმა ვერ შემამჩნია მთელი ამდენი ხნის მანძილზე, რომ სანამ არ თქვი, რომ მე ფეხი ბაწუხებ. ანუ მაშინ არაა დასაჯერებელი, ხო რა, ანუ მაშინ ესე აი რაღაცა რო ვტკივა. მე არ შემიძლია, რა ვიცი. რო ეხა დავდგე და ნინო, ვაიმე წელი, ვაიმე თირკმელა, ვაიმე ღვიძლი, ვაიმე კუჭი, რა ვიცი, რაღაც, ანუ თუ არა ვთქვი და ანუ როგორი ცოდო ვარ, რომ ტკივა, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს მუშაობ, ხო? ამ ტკივდა, განა ეხლა ამ ტკივდა რომ. განა იმ სამსახურმა ამატკია რომ. მე წლების წინ ამ ტკივდა ეგ ფეხი ჩემი დაუდევრობის გამო. ფეხი დავისველე თებერვალში. ვავსებდი წყალს. და ვიფიქრე რომ მოდი მორჩევი ავსებას და მე გამოვიცვლი თქო სადღაც 9 საათი მაგარ ქარში, მაგარ ყინვაში სველი ფეხით ვიარე და აი მანდ მომეხაზა. იმის მერე თუ გამიცივდება, თუ დამეღლება, აი როგორ აგიხსნათ რაც იმ მომენტში, იმიტომ კი არა რომ ვაიმე რა ცოტა არა, აი უნდა უბრალოდ აგიხსნა რომ კი არა მალა უბრალოდ არ ვამბობ. და იმიტომ შენთვის დაუჯერებელია თუ თქვენთვის თუ როგორც არის, რა ვიცი და ჩემო თანამშრომელმა მასწავლა ბანანეს ახლა თუ არ აგჯერა შენ. და თეკლეს. ხო, მაგას ცალკე განმარტებები აქვს მაგ სიტყვებს. ვისაც გაინტერესებს მომწერეთ პირადში. ხო. აი თეძოს ქვემოთ, აი რა ვიცი რაღაცა ძვალი. ანუ კანზე არა, აი ხელი რო დაიჭირო არაფერი საერთოდ, აი შიგნით როგორც აი ის გაატარო დენი. ქვემოდან
ზემოდან ქვემოთ მოდის მარცხენა ფეხზე და აი ეს დაბლა კუნთი რაც აქვს იმ კუნთში აი გეგონება აი შეგრძნება ვიზუალურად საერთოდ არაფერი არ მეტყობა საერთოდ შეგრძნება იცი როგორ ამაკ აი უკანა მხარე კუნთი რომ აი რაღაცა მოძრაობს და უნდა გამოხეთქვა უნდა აი გამოსვლა უნდა აი მეწვის შიგნიდან თორე ხელი დაიდო ან გაწითლებულია არაფერი ვიზუალურად საერთოდ არაფერი არ მეტყობა საერთოდ და იმ შეგრძნებას დღე მაგას ვუმკლავდებოდი ძალიან ადვილად რომ ელემენტარული ვრეცხავდი მუშაობდი მოძრაობდი სახში გარეთ არ აქონდა მნიშვნელობა თუ მეძაბებოდა დღის განმავლობაში ამას თავს ვართმევდი იმიტომ რომ გაუსაძლესად არ მტკიოდა რა ეხლა ვერ გაუსაძლესად რაღაც მომენტში გამივლიდა მაგრამ ის რომ ვაიმე ფეხი მაღლა უნდა აწიო რომ სისხლი იმოძრაოს და მოდი დამიზილე რომ იქნებ შენ დაიჯერო მოდი დამიზილე რაღაც ეგეთი არ მქონია საერთოდ დისკომფორტს განვიცდიდი როდესაც ვჩერდებოდი ან როდესაც ვჯდებოდი და ცდილობდი არ დამჯდარიყავი ყავასაც ელემენტარული სამსახურში იმიტომ ვსვავდი ხოლმე ან ჩაკუნტული ან ფეხზე დგომელა რომ აი სიმძიმე რო აწვებოდა მიჩერდებოდა როგორ აუტანელი ტკივილი არ მქონდა მაგრამ კაციშვილმა არ იცოდა რატო ვიყავი იქ და რატო ვიდექი სანამ ბოლო დღეებში არ ვთქვი რომ მივდივარ სამსახურიდან იმიტომ რომ ეს მიზეზი მაქვს თავარი მიზეზი იყო ეგ თუ არა და არავისთან ახსნა არ მავალდებულებს საერთოდ არაფერი არანაირი მოვალეობა უბრალოდ ეს იყო ჩემი კეთილი ნება რომ თქვი მიზეზი მეორეც ის მე რო ეს მიზეზი ვთქვი უკვე ვიცოდი რომ მე ნინოსთან უნდა დამეწყო მუშაობა და იქ ფეხი მეტკინება ხელი მეტკინება თუ რაღაცა იქნება ჩემთვის კომფორტი იქნება ის რომ სითბოში ვიქნები ხო და მოიცა ჯერ ხა ისევ იქი დავბრუნდები დისკომფორტს განვიცდიდი როცა ჩერდებოდი და ყველაზე საშინელება იყო ღამე როდესაც ანამ ტკივილში არ ჩამეძინებოდა ან ადგილს ხან ესე ხან გადახლართული გადაკვანძული არ ვიპოვიდი აი ესე იმას რომ ფეხი დამედო ისე რომ რაღაცნაირად გამჩერდება და ბავშვები არიან ცეკვიდან უნდა მოსულიყო და ისა შოქია უთო რომელი საათია ჯერ არ მოსულა იონე ვაიმე როგორ თხლათ არის ამოდია გაგწეწო ძალიან დიდი ხანი ისაქნეს ცეკვას ხო და ერთი სიტყვით დისკომფორტი იყო ეგ პირველ რიგში მე ვიფიქრე კაცო რატო ანუ ჯვარი მწერია და მადლობა ღმერთს რომ მართლა ის მდგომარეობა არა მაქვს რომ 24 საათი მართლა უნდა გახვიდე ადამიანმა და გვაქვს ასე თუ ისე შემოსავალი რითიც საკმარისია ხო და ძალიან კარგად ვართმევთ თავს ხო და რატო უნდა მოვითმინო ან რატო უნდა გავიუარესო მდგომარეობა ეგ იყო პირველი მიზეზი მეორე მიზეზი ის რომ დამამთავრებელია იოანე იქ დადის მომზადებაზე დადის ცეკვაზე და კაცმარცი შეიძლება ბარბარეც იყოს დამამთავრებელი მომავალ წელს რა იცი შენ ვინმე იყო თუ შენ დალია ხო შვილო სამი ყავა დავიდიე მე მეზობლები ვინ მეზობლები აი მე დამაცადე ხო ვიდეოს წადი გამოიცვალე ვიდეოს გაიცვეთხარი წადი გამოიცვალე იმიტომ რომ ავიწყდება ხოლმე მე რას ავწერ აი მე ვის ასჯერა ვის არ ასჯერა ჯერ ეგეთი საერთოდ არ მაწუხებს და საერთოდ არ მანერვიულებს მე ჩემი ვთქვი უნდა დაიჯერო არ უნდა დაიჯერო ვისაც არ ასჯერა აი დარდი მოგეუბნებით მე არანაირი ის არ მქონდა რა ქვია იმას ვალდებულება ან ახსნა განმარტებითი ბარათები დავწერო და დაგირიგოთ ვისაც არ აგჯერა აი დარდი რა ადამიანი იმისთვის ცხოვრობს რომ რაც უფრო კაი პირობებს ნაღავს თუნდაც სამსახურში თუნდაც რავი პროფესიაში რომ იმისკენ მიებრძვის ხო გეუბნებით მე ხვალვერო და ზეგვერო დამჭირდეს იქიდან წამოსვლა წამოვალ იმიტომ რომ მე მინდა წამოვიდე რაღაცა სხვა ვნახე ელემენტარული ან აღარ მინდა მუშაობა всё მორჩა რა ეხლა დაუჯერებელი რას ამფ ახლა
დაიქცა ყველაფერი ვერ იქ დაწამოელი. რა ვიცი, რატო არ აგჯერა? რა კონსტიტუციაზე უნდა დავიფიცო თუ ბიბლიაზე? ჰა? რომელზე დაიჯერებ უბრალოდ. თორეში რა. მოგეწონა ეგა? მე უფრო დიდი უნდა მეგონა რომ უნდა ყოფილიყო. მეც. ხო და რაღაცა პაწაწინა. ხო და ერთ სიტყვით ესე რა. ფიქრობდი ერთის. ფიქრობდი როგორ რატო შეიძლება სიტუაცია რაღაცა ან რა დამიმალია რომ ეგ დავმალო ან მოვიტყუო. ფიქრობდი აი ჩემთვის რომ რა მიზეზი უნდა გქონდეს ეხლა ვიღაცას არ ვიცნობ ან თუნდაც ვიცნობ იცის რომ ამა და ამ მიზეზს მაგრამ არ ასჯერა. ვაიმე ხარ ასე მთელი დღე იმისთვის გავათენებ და დავაღამებ როგორმე დაგაჯერო. ჩემთვის ძალიან კომფორტულია ის სადაც გავდივარ. განა იქ იყო ცუდი და ანი სიტუაცია და ბევრჯერ მithქვია ის თანამშრომლები, რა ვიცი, ჩემთვის ძალიან კარგები და ნინო, ტელეფონს რა სჭირს ესე რო ტრიალებს? მე ავტყი. ხო და რა სჭირს? მე სჭირმონდის და აი ეს რო თხოვებ და რა ვიგიჟივით ატრიალებ? ხო და მithქვია რომ თანამშრომლები რავი პირველ რიგში მაგად გამომიხაროდა ხოლმე იქ ყოფნა და მთელი დღე ისე გადიოდა რომ რა ვიცი ძვირფასად და რაღაც. მაგრამ ელემენტარული დისკომფორტი იცი რა იყო, როდესაც შევატყე რომ ამ ზამთარს მე უარესი მომივიდოდა? ის რო პირველი ის რო ბანაობის გარეშე შანსი არ არის იქიდან როგორ წამოხვალ ადამიანი რომელიც თევზის საწარმოში მუშაობს და რომელშიც სახეში თევზის გული რამდენჯერ ხო განახეთ კიდეც კადრების თევზის გულს რო გავხეთქავდი ხოლმე და შიგ სახეში აი ესე რომ მქონდა წასმული. ეხლა მითხარით იქიდან ისე წამოხვალ რომ და არ დაიბანო და ჩაჯექი მარშრუტკაში. ხო არ ღირს ხიდიდან გადმოგაგდო. ხო და წარმოიდგინე იბან. ვერ იშრობ ვერც ისე რომ ხანისია რომ იმას ეჩქარება ისე უნდა წამოხვიდე. ბევრჯერ წამოსულა რომ აი ესე ჩამომდის სისველე შეკრულ თმებში, კაპიშონით, ქუდით ხდება ისე რომ თუნდაც გამოხვალ და ბაზრობაზე რომ გამოხვალ და დგახარ ნახევარი საათიც ყოფილა რომ დგახარ და მე რომელიმე ძღოლს არ მოუნდება რომ ბაზრობის გაჩერებაზე შემოვიდეს და შუა ზოლში გაივლის და კიდე ნახევარი საათი უნდა განა ერთხელ ვდგარ ვარ დავრჯელ იქ საათზე მეტხანს. და ეხა მითხარი შენ როგორ არ აგჯერა კიდე ის რომ ჩემთვის ეგ დისკომფორტი იყო ვცივდებოდი ვკვდებოდი თუნდაც და შეიძლება ის ხელფასი კი არა ორი ხელფასი არ გიყოს რომ აზრზე მოხვიდე და ეხა შენ მეუბნევი თუ ვინც ახარ არ გჯერა შენ და აი რა ფეხი არა ის რატო ვარჩიე მე საკონდიტერო წარმოიდგინე საკონდიტერო და რომ გამოხვალ და მარშრუტკაში რო ახვალ ნამცხვრის სუნი, ტორტის სუნი, იმის სუნი, ამის სუნი, ძვირფასის სუნი, რო აიტან და სათევზიარი რო. შენ მეუბნევი რომ ეგრე არ არის? ნამცხვრი და რო გამოვალ, შეიძლება საერთოდ ვიბანაო, საკონდიტერო და რო გამოვალ. იმიტომ რომ ისა იქ თუ ყოველ დღე მიწევ და აქ არ მომიწევს ყოველ დღე. ყოველ მეათე დღეს დავთქვავ ხოლმე ვიბანაებ. აი ეგრე. ან და თან წარმოიდგინე ისეთი იქ ერთადერთი ზიხარ საჭმლისთვის იჯექი, ერთადერთი იჯექი კიდე რომ ყავას თვალდი. და ეტიკეტს რო არ ტყავდი. წამები. 10 წუთი მაქვს. იქ შეიძლება ისე იყო ჯერ ხარ სითბოში. იქ შეიძლება ისე იყო რომ სუიჯდე ელემენტარული. იქ ფიგურები იქნება გასაკეთებელი, იქ რაღაცა იქნება, იქ დასახატი იქნება, რაღაცა იქ მე არ ვეხები სამსახურების აზრს, მე ვეხები ჩემთვის კომფორტს. ჩემთვის იმ კომფორტს, მე აი შეიძლება ხა ვიღაცამ გაიგოს რომ არა ის სამსახური ჩემთვის ძალიან მაგარი იყო, იმიტომ რომ მე იმ სამსახურით
ხელი კარგად მოვინაცვლე რო იტყვიან, თუ მოვითვე თუ როგორ იტყვიან, მუშაობდი იმათთვის, რომ გადაიხადათ ხო ხელფას ჯოულებ, როგორც ხდება ხო. იმიტომ რომ ერთი გაჟღერება ესე იყო, რომ ანაირად მოკლედ არ ჩაუღმარდები მაგას. ისე იყო, ისია რომ ანუ იმიტომ მუშაობ, რომ აიღო ხელფასი, რა ვიღაცას თუ გაუკვირდება და რა ვიცი. ხო და. გადამოველი აქეთ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იმაზე ნაკლები ანაზღაურება მქონდეს, შენი ჭირიმე ჯანმრთელობა ყველანაირად მიიღირს. ყველანაირად ელემენტარული 4 და 5 წლის მერე შეიძლება მე რო დღესი გამეგზელებინა, ისეთი მომცლო და ამ ფეხზე და ისე დღეს ჩავარდნილიყავი, რომ აგე მოსაჭრელი გაგიხდეს ელემენტარულად. რატო უნდა დავიმძიმო სიტუაცია, როდესაც არის შანსი, რომ შეცვალო სიტუაცია შენ სასარგებლოდ. და თორმე არ ასჯერად. ბანანეს რა? ვინ არ გიჯერებს? და თეკლეს. შენცი ბანანეს და თეკლეს რა არის? რა? ვერ გეტყვი. აი მე ნინო ნერვოზი და მე მართა მაგ ტელეფონის ტრიალით. გათი შეხა და დადე, საკმარისად გეჭირა დღეს. ეკრანი ხო გააფუჭა და მესიჯი რომ მოდის და ატრიალებს რო წაიკითხო მე იქ შევედი, წასვლები რო იყავით, ტელეფონი მომიცით, ხო რა ვაძინებდი და მომცოდა მეთქეს რა არის თქო რა ვაძინებდი. უმღერე თუ დააწ. არა, თერთმეტს არ გადავაცვლები, თერთმეტს დავაცვლები. რომელზე? განახლებოდა და რა? თერთმეტს არ გადავაცვლები და თქო. არა, რა განახლებაო იმან? ერთ-ერთ თამაში განახლებოდა და ცოტა ხანში და მომეცი აბა ჟურნალი ვნახოთ აქ. ბარბარემ და თავის მეგობრებმა, თავის კლასელმა და თავის მეგობრებმა გადაწყვიტეს ზაფხულში გაეკეთებინათ ჟურნალი. არ ვნახო? არა მოდა. რატო? არ უნდა თეკერი მათ ფოტოები მაგათ რა ნახო. ფოტოები არა, ჟურნალი მომიტანე, ქალო. ჟურნალში მაგათ მომეცი აქა რა. ჟურნალი გამომიტანე. როგორ გონია ხა ვინმე იმასავ დაეფხოლმე ისე იმით. მომეცი ჟურნალი, ქალო. არ გამოაჩინა ისე. აი ხლა ისეთ რაღაც აკეთებ, ყველას გამოვაჩენ აბსოლუტურად. ეგი არ უნდა, მე მინდა და всё მორჩა. სექტემბერში თუ როდის იყო მთელი ზაფხულის განმავლობაში რა გავაკეთეთ და გააკეთეს ჟურნალი თუ რაღაცა და ჩემი მაზლი მუშაობს იმაში გამომცემლობაში და გაუკეთა რამდენ გვერდიანია ჟურნალი აი ესეთი სქელი ყდით გოგოებს არ გამოვაჩენ მაგრამ იმის უფლება მაქვს ელენე და ბარბარე გამოვაჩინო არა არც ელენე არა ბიჭო მელალისკა ყველაფრის უფლება მაქვს მოკლედ არის მოდების ჟურნალი აი ესეთი ლამინირებული ფურცლებით რამდენი ფურცელია სულ არ არის ქალუდანობრივი 30 ქალბატონი და მეორე ქალბატონი როგორ არ გამოვაჩენ მეც საქმე არა მაქვს ელენე გამოგაჩინე და ხმარ გავიგე შენი ლალიეგე უთხარი რომ ჟურნალი გააკეთე სურათები დაიბეჭდა ესეთი აქვს თქო ხან ამას უნდა ქონდეს ხან იმას და ხან იმას ხო და ისა ჟურნალში არიან დაბეჭდილები გაიგე და არ გაბუაჩინო ეხა უყურებთ ხალხო ერთი არა მოკლედ ეს არის მოდებისა თუ რაღაც ისა არის ეს რაზია მოდაზე ინგლისურად არის ხალხო ჩემთვის ჩინური არის რამის რაზია ხო რა ხო ზიადე ანუ ეს არის სატესტო ჟურნალი თურმე შეუძლიათ რამის გაკეთება ხო და მე თუ მოიფიქრებენ და ფინანსებას მე გავუკეთებ YouTube-ის დახმარებით და გააკეთებენ არა ისე რომ ერთი ჰქონდეთ ეს არის გამოცდილება ამათთვის კაი რამე გააკეთეს
უბრალოდ სახში ჯრომით და იმით და იმით. ხო მაგარი ვართ. ეცამი. ია. ხო და ერთი სიტყვი და ორი გაგებით ეგრე რა. ეგ უბრალოდ მინდოდა ესე ხო იცით მე ესე ხუმრობით, ღადაობით მიყვარს ხოლმე პასუხების გაცემა ხა ხო და ვისაც არ ასჯერა ვინც აი დარდი ეგ როგორ არის აიდარდიო და კიდე ყველაზე მაგარი სიმღერა თაწმინდიდან გამოექანე ხო ეგრეა კიდე რა სიმღერა ეგეთი ფეხებზე როა ჰა რაღაცა არის ფეხებზე დაკიდებისა რა არის კაცო ეგ სიმღერა მე არ მომფიქრებია ვიცი რაც უნდა ვთქვა ამ ჩემ ფეხებამდეო თუ როგორ არის გოგო ამ ჩემ ფეხებამდე სიმღერა არის მომიტანე ტელეფონი მომიტანე YouTube-ი ჩართე თუ არ ვიპოვო აი მე რასაც გეუბნე ამ ჩემ ფეხებამდე ამბობს ხანახეთ თუ არ არის უსმინეთ არა აქ ნახევრად სად არის ღმერთო ჩემო ჩიო სად არის შვილო ამ ჩემ ნერვებიდან ამ ჩემ ფეხებამდე თუ არ არის როგორ არ არის მოიცადე ვიპოვო აი ეს არის დაიცა რეკლამა არის ეს ვინ არის მადონამ გაუმიგზავნა რაღაც ყოფა YouTube-ი მიპოვის და გამთიშავს აი ეგრე რა ერთი სულ არ მაინტერესებს ერთი უბრალოდ მიდოდა რომ ვიდეოს ხდება ყოფილიყო რა და რა ვიცი თქვენ თუ ისი აკეთებთ ხოლმე რომ რაღაცა გადაწყვეტილებას მიიღებთ და მე ცალკე ხელწერილი უნდა დაწეროთ ცალკე კონტრაქტზე მოაწეროთ მე ექიმის ცნობა დააყოლოთ ხელმოწერილი და ბეჭედა დარტყმული ნოტარიუსით დამოწმებული 3-4-ზე სურათით მე ეგრე არ ვაკეთებ მე იცი რას ვაკეთებ აღარ მინდა მივდივარ მორჩ კარგად всё არ გჯერა ბანანეს წავედი ხოლმე დაგემშვიდობები